წყნეთის ტყეპარკის ტერიტორიაზე პროექტ შემოქმედებითი ზაფხულის ფარგლებში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა და აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა მიიღეს. ეს აქცია, რომელიც დაიწყო რამოდენიმე ხნის წინ, გრძელდება. ამ აქციაში არის ჩართული ჩვენი დევნილი საზოგადოება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ამ აქციაში იღებენ მონაწილეობას ჩვენი ახალგაზრდა თაობა და ბავშვები და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გაუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, ჩვენი დამოკიდებულება ბუნებასთან, რათა ბავშვებმაც ახალგაზრდა თაობამ გაუთხილდეს და სათანადოდ მოეპყროს ბუნებას, რათა ჩვენ ვიარსებოთ განსაკუთრებით აი ამ პირობებში, ამ გარემოებში. ორგანიზატორებმა ჩვენთან საუბარში მსგავსი აქციების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრეს. ასევე აღნიშნეს, რომ ამ ტიპის პროექტებში აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს აქცია, ვინაიდან ჩვენ ამ აქციით ვასწავლით მოსწავლე ახალგაზრდობას, დედამიწაზე ზრუნვას, კოლეგიალობას, ერთობლივად საქმის კეთებას და ჩვენ გვსურს, რომ ეს ზრუნვა ერთმანეთზე და განსაკუთრებით დედამიწაზე, გარემოს გაუმჯობესებაზე იყოს თავიდანვე მოსწავლე ახალგაზრდობაში ჩადებული. და ეს აქცია არ იქნება, ესე ვთქვათ, ერთი და ორი აქციით შემოფარგლული. ჩვენ გავაგზავნებთ ამ აქციის ფარგლებში კიდევ სხვა ტერიტორიების დასუფთავებას, სადაც ჩართული იქნება აფხაზეთის საჯარო სკოლის თითქმის ყველა მოსწავლე. რადგანაც ზაფხულის დადგომასთან ერთად ბავშვები აქტიურად დასეირნობენ, რაღაც პიკნიკებს აწყობენ ღია სივრცეებში, ჩვენ გვინდა რომ ვაჩვენოთ მათ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ის რასაც ისინი გამოიყენებენ ტყეში, აუცილებლად უნდა შეაგროვონ და გადაყარონ ნაგავში. აუცილებლად გაგრძელდება მსგავსი აქციები, რადგანაც ეკოლოგიაზე ზრუნვა არის ჩვენი ვალდებულება და ბავშვებს ეს ჩვენ უნდა ვასწავლოთ და გარდა მაგისა იგეგმება ისეთი სემინარები, სადაც ბავშვებს ვასწავლით ამ გადამუშავებული პლასტიკიდან რისი გამზადება შესაძლებელია და რაღაც საინტერესო გამოფენაც იგეგმება მომავალში. მოზარდებს გარემოს სამსახურის სპეციალისტმა თეორიული ცოდნა მიაწოდა გარემოსა და ეკოლოგიის შესახებ. ისაუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, ადამიანისა და გარესამყაროს თანაცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ აქციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები, სპორტსმენები, მინდა აღნიშნო და ძირითადად ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ ბავშვებისათვის გაგვეცნო კიდევ ერთხელ და შეგვეხსენებინა, რომ გარემოს დაცვა საკმაოდ მნიშვნელოვანია დღევანდელ ვითარებაში, არა მარტო ბავშვებისათვის, არამედ მსოფლიოსათვის და ამასთან ერთად თეორიული რაღაცა გარკვეული ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, თუ რა არის გარემო, რისთვის არის საჭირო, რას გვაძლევს. როგორც ორგანიზატორები აანონსებენ, დასუფთავების აქციები და ტრენინგები ეკომეგობრულობის შესახებ მომავალშიც გაგრძელდება და მათში მონაწილეობის მიღებას სულ უფრო მეტი ახალგაზრდა შეძლებს.